დავით მჟავანაძე კოალიციასრულებისთვის წევრი, რომელიც თვითონაც ვანიდანაა და ძალიან კარგად იცნობს ბატონი პაიკიძის საქმეებს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემსწავლელი იყავით მისი საქმეების. რეალურად რატომ ახლა, რატომ პაიკიძე და ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, როგორ გონით? კი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. წლების განმავლობაში ვწერდით ბიჭიკო პაიკიძისა და გრიგოლ ლილუაშვილის ერთის მხრივ კავშირებზე, მეორეს მხრივ მათ კორუფციაში და ამ სახელმწიფო ტენდერებში ღრმად ჩართულობაზე. ის რომ ეხა ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს, შესაძლოა ბევრისთვის ეს არის ასიახლე და სიურპრიზი, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელი ამბავი იყო მაგალითად ჩემთვის და მაგალითად ყველა ვანელისტვის, ვინც იცის რა ხდება ლილუაშვილისა და აი ამ ბიჭიკო პაიკიძის თავს ბოლო პერიოდის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ლილუაშვილმა დატოვა სუსის უფროსის თანამდებობა, სხვადასხვა ლილუაშვილის ორივე უფროსი, ახობაძე და ნიკოლეიშვილი, უფროსი ორივე მოადგილე იყო აგრეთვე ვანიდან და კიდე ერთ-ერთი მოადგილე აგრეთვე არის ბიჭიკო პაიკიძის ბავშვის მეორე ნათლი, ანუ ძალიან ღრმა კავშირები არსებობს რეალურად სუსის ყოფილ უფროსობასა და ბიჭიკო პაიკიძეს შორის. ვიცოდით რომ უპირებდნენ მას ასე ვთქვათ დაკავებას, უბრალოდ უპირებდნენ და ცდილობდნენ რომ ფული ამოეღო ივანიშვილს მისგან, აი ამ დინარაძე, ოხანაშვილი და კობახიძის ხელით, ასე ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ფაქტია რომ რაღაც შეთანხმება ვერ მოხდა და ფაქტია რომ რაღაცა ეს გაუგებრობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა, ამიტომაც ის რომ დააკავეს ეხა ბიჭიკო პაიკიძე იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი ამბავი. ოღონდ ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ რამდენადაც ეს სახელი და გვარი შესაძლოა არაფერს არ ეუბნება ესე ადამიანებს და ეს კაცი არ ყოფილა ცნობილი, ისეთივე ცნობილი როგორც მაგალითად მუხრან კი არა და ბურჭულაძე იყო, ხო? ჯუანშერ ბურჭულაძე იყო, რომელიც სადაცვის მინისტრი იყო. უნდა იცოდეს ყველამ რომ ბიჭიკო პაიკიძე თავისუფლად გაცილებით მძიმე წონოსანი ფიგურა იყო ქართულ ოცნებაში, როგორც მისი ქონებრივი ასე ვთქვათ მდგომარეობის თვალსაზრისით, აგრეთვე პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, ხო? მხოლოდ ბიჭიკო პაიკიძის მხოლოდ ორ კომპანიას ბოლო 10 წელიწადში 100 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული და ეხა ამათმა ერთ-ერთი რო ამოჩხრიკეს და იქ თითქოს 4 მილიონი რაღაცა არ გადაიხადა თუ წაიღო ესე უკანონო ეგეთი არის 4 კი არა 40 მილიონი რეალურად ბევრჯერ გვაქვს დათვლილი, მაგრამ ამაზე აქამდე რეაგირება არ ქონიათ. ეხა უბრალოდ გადაწყვიტეს რომ ლილუაშვილი უნდა დაისაჯოს და ლილუაშვილის კლანის წევრები უნდა დაისაჯოს და დაიწყეს ბიჭიკო პაიკიძით ამ ყველაფრის განხორციელება. ყველამ უნდა იცოდეს რომ ბიჭიკო პაიკიძის ხელებზე დადებული ბორკილები არის გრიგოლ ლილუაშვილის ხელებზე დადებული ბორკილები პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამაზე უახლოესი როგორც ნათესაურად, ასევე პოლიტიკურად გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვაში მეორე ადამიანი არ მოიძებნება. ანუ შემდგომი იქნება ლილუაშვილი, ელი თქვენ ამას? თუ ესენი გააგრძელებენ აი ამ დაკავებების სერიას და გადავლენ ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, რომელსაც მინიშნებით დიდი ხანია აკეთებენ, ბიჭიკო პაიკიძის მერე პირველი გრიგოლ ლილუაშვილი არის. თუ ისინი არ გადადიან ამ ეტაპზე, ეს არის რაღაცნაირი გაფრთხილება, თუნდაც ლილუაშვილის მისამართით ეს. ერთის მხრივ ეს არის გაფრთხილება, მეორეს მხრივ ამას ხო ცოტა სხვა ტიპის სკანდალი მოყვება თუ იჭერ გრიგოლ ლილუაშვილის და არა მაგალითად ბიჭიკო პაიკიძეს, ხო? მე კიდევ ერთხელ ვიძახიო ბიჭიკო პაიკიძის დაკავება იგივეა რაც გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება, მაგრამ ნუ გასაგებია რომ ეს უფრო სკანდალური იქნება თუ ამას გააკეთებენ. სავარაუდოდ ისინი ხა აი ამ ფარს არჩევნებამდე რასაც 4-ში აპირებენ რომ ჩაატარონ მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამენ, მეორეს მხრივ დატესტავენ ეს ამ პირების დაკავებები, აი მიქაუტაძის, ბურჭულაძის და პაიკიძის და მსგავსი პირების დაკავებები რამდენად არის საკმარისი იმისთვის რომ ის ფული ამოიღონ, რისთვისაც დაიქირავა ფაქტობრივად აი ეს კობახიძის კლანი ივანიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში და არა მარტო კობახიძის კლანი, არამედ კანონური ქურდებიც არიან ჩართული ამ ყველაფერში ძალიან კარგად ვიცით. ნახავენ რამდენად შესაძლებელია ამ ფულის ამოღება, თუ არ იქნება შესაძლებელი ამ დაკავებებს ალბათ გააგრძელებენ. თუმცა მეორეს მხრივ ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ იგივე ვანის სიტუაცია შემიძლია ეხა გითხრათ, ხო? ვანში ბიჭიკო პაიკიძე და გრიგოლ ლილუაშვილი იყო ღმერთები და შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას აძლევდნენ ხმას, მაგრამ უპირველესად ეს ხალხი რო იყო წარმომადგენელი ამ პარტიის, ამ რაიონში და ამ რეგიონში, მაგიტომაც იღებდა მაგალითად ვანში 65%-ს ქართული ოცნება შედარებით ნორმალურ არჩევნებშიც კი. ის რო ეხა ეს ხალხი ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და ესეთ დევნაში არიან, ეს ქართული ოცნების დასუსტება არის რეალურად. ანუ ეს პროცესები რა დუღირს მაშინ ეს ქართულ ოცნებას, მხოლოდ ფულმა ფულს ეს არის. ზოგჯერ აი რაღაც ჭეშმარიტება ძალიან სიმარტივეში არის ხოლმე, განსაკუთრებით როდესაც ბიძინა ივანიშვილი შეეხება საქმე, რომლისთვისაც ფული მართლა ამომავალი წერტილი არის ყოველთვის და ყველაფერში. მეორეს მხრივ ივანიშვილის ხო გარკვეული რაღაც პარანოიაც ახასიათებს, ხო ეს ეჭვიანობები, გაბრაზებები, აკვიატებები, ობსესიები, აი რაღაც აი ამ ყველაფრით იმართება, თორე ხო წესით ასაც ახლა აკეთებს, ეს მის ხელისუფლებას არ აძლიერებს, მაგრამ მისი კალკულაცია სხვანაირად არის თავში, მისთვის თავარია ეს ფული ამოიღოს, ისიც უნდა ითქვას, რომ მას ფულის დეფიციტი აქვს რეალურად. ის რომ სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს გაჩერებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან არავინ არ გველაპარაკება, შეაჩერეს ყველა დახმარება, ყველა გრანტი, სხვადასხვა დათვლით დაახლოებით მილიარდი ლარი დავკარგეთ შემოსავლის გრანტის მცირე 100%-იანი სესხისა და სხვა ტიპის დახმარებების სახით ევროკავშირიდან. ეს ბიუჯეტი შესავსებია, ეს თანხები ამოსაღებია, ფულის დეფიციტით არსებობს რეალურად ქართულ ოცნებაში და ეხლა გადაწყვიტა რომ აქედან ამოიღოს ეს ყველაფერი
და გადაწყვიტა რომ ამას პოლიტიკური ფასი არ ექნება, მაგრამ მე ძალიან დარწმუნებულია რომ ამას დიდი პოლიტიკური ფასი ექნება, იმიტომ რომ აქამდე რომ ეს გაეკეთებინა ივანიშვილს ესაც ახლა აკეთებს, აი ლილუაშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი და ესენი ამათვის ჩამოევლო და ზოგი დაეპატიმრებინა და ზოგისთვის ტყვია ესროლა ფილტვში, რაც თონიკე იჟვაძეს გაუკეთეს. მე დარწმუნებული ვარ დღეს ივანიშვილის თავრობა არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ყველა ტენდერს ეს კაცი იგებდა ვანში თუ რაიმე კეთდება, თან ალბათ ყველავანელი დამემოწმება ვინც მიცნობს. უამრავი სატვირთოები ყავს, ათეულობით 30-40, ყველას აწერიეს BP ტრანსი, BP ბიჭიკო პაიგიძეს ნიშნავს რეალურად. BP ტრანსი აწერია ყველას, თუ რაიმე ვანში საერთაშორისო სახელმწიფო. ხო, თითქოს ის არის ძალიან საერთოდ. არა და ბიჭიკო თავის სახელი დაარქვა კომპანიას. ეგეთი კაცია, ხო, ნუ ცოტა გემოვნების ამბავში უჭირს, მაგრამ ვანში თუ რაიმე კეთდება, ნაპირსამაგრის სამუშაო, ჩამოშლილი მთის რაღაცა რეაბილიტაცია, გზების დაგება თუ ასე შემდეგ, ყველაფერს ბიჭიკო აკეთებდა. ვანში ამავე დროს ქვის კარიერი აქვს, რომელიც ლიცენზიაც აი ამ მიმდგარი არის რამდენიმე მთას დაანგრია, ეს მთებიც და დაანგრია რამდენიმე სოფელიც გარშემო რა. კაციშვილი არაფერს არ ეუბნება, კაციშვილი რაღაცა არც უსაფრთხოების წესებს უსწორებს, არც კონკურენტი ყავს არავინ და ანუ ვანში თუ რაიმე რესურსია, ყველაფერი ამისია. აგერ 3 თვის წინ ჰესის აშენებას აპირებდა ერთ-ერთ სოფელ სულოში, სხვა შორის მერაბ დვალიშვილის მშობლიური სოფელი არის და იქ უზარმაზარი აქციები იმართებოდა. თუ რაიმე აქცია გამართულა თბილისის გადარჩა ეს ხალხი ჯერჯერობით. კი, თბილისის გარეთ თუ რაიმე მასშტაბური აქცია გამართულა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს სოფელ სულოში ჩატარდა, იმიტომ რომ ბიჭიკო პაიგიძე ჰესის აშენებას აპირებდა და მაგ ჰესის აშენებაზე ირაკლი კობახიძის ხელმოწერა არის ლიცენზიაზე, რომ შეგიძლია აშენო, რაც ვითომ კორუფციას რო ებრძვიან და ვითომ სხვადასხვა რო არიან, ეგ სრული აბსურდია სინამდვილეში. ეხლა უბრალოდ ივანიშვილს ჩააჭირა თავში რაღაცამ და გადაწყვიტა, რომ ლილუაშვილი უნდა დასაჯოს და მაგით დაიჭირეს, თორე 3 თვის წინ ჰესს აშენებინებდნენ და უშველებელი აქციები იყო იმ სოფელში რა გაჩერდა იმ ჰესის შენებლობას და ქვის კარიერის გაუჩერეს და ხო აი ეს არის სადამდეც მივიდა საბოლოო ჯამში ეს მდგომარეობა არაფერი ამას რამდენი წლის განმავლობაში იყო ეს ასეთ უპირატეს მდგომარეობაში რამდენი წლის განმავლობაში მდიდრდებოდა ნახეთ 2014 წლიდან ეს კაცი რაღაც ტენდერებს იგებს და მათ შორის 2014 წელს ბიჭიკო პაიგიძის კომპანიამ საყდრისი ააფეთქა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ და უკვე აი ამ პერიოდიდან იწყებს ის აქტიურ ოპერირებას 2018 წლიდან როდესაც ლილუაშვილი ხდება სუსის უფროსი ათმაგდება მისი ქონება როგორც ტენდერებში ასევე პირადი შემოსავლის სახით და ნუ აქედან უკვე ოქროსხანა ეწყება ლილუაშვილებს და პაიგიძეებს ვანის მასშტაბით და საქართველოს მასშტაბით და ამაზე ნუ წლების განმავლობაში წერდით მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა ეხა ეს რაც ხდება აი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა არაფერი ამას საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს იმიტომ რომ თუ ესენი იჭერენ ხალხს აი ამ ბრალდებებით მაშინ დასაჭერია გოჩა ენუქიძე ბექა ოდიშარია კახა კალაძე რა ვიცი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაუშან ამ ხალხს რო თვლი ოღონდ ამაზე ისევე კვლევები დაწერილი წინა წლებში როგორც ბიჭიკო პაიგიძეს დამიწერია მეც და სხვებსაც და მართლა აქვს ესეთი დანაშაულები ჩადენილი რომ არ დაიჭერენ იმიტომ რომ ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და ეს ბიჭიკო პაიგიძე ამ წუთებში კორუფციასთანაც იმ დოზით და იმ ხაზით მიდის დღეს ივანიშვილი ვისი პოლიტიკური პატიმრობაც სჭირდება აბსოლუტურად ანუ კორუფციის ხაზი არ მიყვება სინამდვილეში პოლიტიკის ხაზს მიყვება და მე ამ ქვედინებებით მიდის კორუფციამდე აბსოლუტურად პირადი ინტერესის ხაზს მიყვება უბრალოდ გადაწყვიტა რომ თუ ეს ხალხი უნდა დასაჯოს გადაწყვიტა რომ დასაჯოს კორუფციის ბალეთ თორე მაგალითად ბიჭიკო პაიგიძის ის დაკავება იცით რის გამო შეეძლო წლების წინ მისმა ნათესავმა მის ნათესავს რომელსაც უპოვეს ნარკოტიკები და ციხეში ჩასვეს ადგა და გამოაშვებინა ამან რაღაცა თავის ძალაუფლება გამოიყენა ბოროტად და გამოაშვებინა ეს ცნობილი ამბავია თუ უნდათ მაგალითად ამისთვის დააკავებდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის ხო მაგრამ არა ნუ ეხა ეს კორუფციის ისჭირდებათ კორუფციასთან მებრძოლის ისჭირდებათ იარლიყი რომ მიიწებონ და ამიტომ ამ ყველაფერს აწერენ კორუფციასთან ბრძოლას თორე მაშინ თუ კორუფციას ებრძვიან თუ კიდე ერთხელ სხვების დასაჭერია და ისინიც დაიჭირონ და მეორე ამ ფულს რო იღებენ თითქოს და აბრუნებენ ბიუჯეტში სად მიდის რამეს აშენებენ ან რამე სოციალური ხარჯი გაზარდეს ხაზი გაუსვით რომ ეს მხოლოდ 4 მილიონი არ არის თუმცა დათვლებით 100 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული მარტო მის ორ კომპანიას მეტის მოტანას თხოვენ სინამდვილეში აბსოლუტურად მე სხვა შორის ხო იყო ზუსტად ინფორმაციები რომ გაცლებით მეტის მოტანას თხოვდნენ ლილუაშვილსაც და პაიგიძესაც ცალკე უბრალოდ ნუ ვერ მოხერხდა ეს შეთანხმება ეს ფული ვერ მიიტანეს ამათმა იმ რაოდენობის საჭირო იყო და ნუ ეხა ეს ერთი გაქცეულია მეორე დაჭერილია და ეს ლილუაშვილი სხვათა შორის ვანში ესეთი ხმაც არის გავრცელებული და არც თლად მოკლებული არის ეს გონიერებას რომ ლილუაშვილი იმუქრება რომ ამას ასე არ დატოვებს მის მიმართ დევნის აი ამ სპეცოპერაციას კი ოღონდ არ ვიცახი აუცილებლად ბიჭიკოს დაკავებაზე ანუ მის მიმართ რეპრესიებს რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ასეთი ხმაც გავრცელდა რომ იმუქრება რომ ამას ასე არ დატოვებს და ამისთვის რაღაცა შემხად ნაბიჯს გადადგამს მე არ ვიცი რაც იზამს და რისი თავი აქვს ლილუაშვილს და რაც წარმოადგენენ საერთოდ ეგ ხალხი ივანიშვილის თანამდებობების გარეშე საერთოდ
რამის წარმოადგენელი თუ არა გამოჩნდება, მაგრამ ისეთ უწყებას ხელმძღვანელობდა, ყველას რომ უსმენდა ამ ქვეყანაში, მას ბევრი რამ უნდა ხო, ყველას უსმენდა, ხო, რა დაიმახსოვრა და რა ჩაიწერა იქ არ ვიცი. არის უსაფრთხოებისთვის რა გადაინახა ეს გამოჩნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ასეთი დაპირისპირება არის და ჩემი ღრმაწმენით ეს ყველაფერი ოცნებას ასუსტებს ძალიან. მე ბევრჯერ მომისმენია ამ ეთერშიც და სხვაგანაც ეს ზოგი ექსპერტია, ზოგი სხვა რანგის ადამიანია და ამბობენ რომ ეხა ივანიშვილი ამათ ჩაანაცვლებს და ეს რო გაწია რა მოხდა და ვიღაცა სხვას მოიყვანს. ეგ ეგრე არ ხდება. აი ვანის მაგალითზე შემიძლია თქვა რომ ეგ ეგრე არ ხდება. ვანში თუ ვინმე იყო წამყვანი ფიგურა ქართული ოცნების, ყველა გაწეულია და ვინც დარჩა, ყველა შეშინებული ფოტოებს შლიან ბიჯიკოსთან გადაღებულს და ეხა ეგ თუ ხინის მდგომარეობა არის ქართული ოცნებისთვის, მაშინ ძალიან ცდებიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგ არის ბიჯიკოს გარდა ლილუაშვილის კავშირები ვანთან. ლილუაშვილის ბიძაშვილი იყო ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, ეხაც არის უფრო სწორად, ეხა ამ არჩევნებამდე ალექსანდრე ლილუაშვილი პირდაპირ ბიძაშვილი არის მისი. თავად გრიგოლ ლილუაშვილი ვანის მაჟორიტარი გახდა 2016 წელს და ნუ ვანში თუ ვინმე იყო, ყველა ლილუაშვილის იყო აბსოლუტურად და ეხა დიდი გადანაცვლებები იქნება და ვინ დარჩება, ვნახოთ რა, ვინც მოასწრებს ფოტოს წაშლას ბიჯიკოსთან, ისინი დაწინაურდებიან ალბათ. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ასეთ ქვეყანად ჩამოვყალიბდით. სადაც კი ასე ცვალებადია მათი მხრიდან ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები და განწყობები რომ არ ვღარ ვთქვათ ყოველდღიურად ჩვენ ვიგებთ თქვენ კორუფციას სწავლობდით წარმოუდგენელ ფაქტებს კოლოსალურ თანხებზე აქ საუბარი როგორ იძარცვებოდა თურმე ეს ქვეყანა ეს ყველამ ვიცოდით ჩვენ არაერთი მართლა ჟურნალისტური გამოძიება გვინახავს უბრალოდ ამას არ აღიარებდა აქამდე რეჟიმი და ახლა ყოველდღიურად ჩვენ ვიგებთ რომ ეს ხალხი მოკლედ ძალიან დიდ სკანდალებში მათივე მტკიცებით გახვეული ძალიან დიდი ფული აქვს წაღებული ამ საქართველოს მოქალაქეებისგან. რესურსებისგან. და შერჩევითია გამოვლენა, ვინ წაიღო და სად წაიღო და ეს დაბრუნებული ფული საერთოდ ბრუნდება თუ არა და ვის ჯიბეში ბრუნდება, ეს კიდევ ივანიშვილის ჯიბეში ბრუნდება აბსოლუტურად. დიდი მადლობა. მადლობა. დამ ჯავანაძე იყო ჩვენი სტუმარი.